წერილში ჩადგნენ სკრინში მეც მომადგნენ. მეც მომადგნენ და მითხრა შენ უნდა ჩადგენ და ეხლა მე ვინც მიცნობს კარგად. ივან იცის რომ მეც ეგ არ ვიცი. მოუხეშავია რაღაცნაირი. აი რაღაცნაირი ანუ მე რა ყველაფერი მე ავიჭრები ხოლმე, მე დავიმორცხებ და მირჩენია რომ სხვას დაუკრა ტაში, ვიდრე მე გავშალო ხელები. არა და იოლია. ახეთ სამგო აი ახეთ იოლია სულ 4 თვლა. აი ასე. 1 2 3 4 მე უკან დაბრუნდა. ანუ 1 2 3 4 მიდი ახლა მაჩქარე, მიწოჩქარეო. და მუსიკა დამიდა რა დამემართება, ყველაფერს ავურებ. ხო და მეუთხარი არა მეთქი, აგერ ჩაის დავლებს ხო და. არაო მითხრეს შენ რო არ ჩადგე ხალა ისიო. ემრეს ოჯახი მედური ეს ჩემზე კი არ იყო. აქ იგულისხმებოდა რომ ვინც კი იყო ყველას უნდა ეცეკვა, რომ ენერგია გამომუშავებულიყო ამ ცეკვიდან და ეს ენერგია ემრეს ოჯახში წასულიყო. ხო და აბა ეხლა მაგას როგორ ვიზავდი ხარ ემრე ჩემს გამოუვედო. და კიდე ჩავდექი, ვიფიქრე რომ ვინ დაინახავს როგორ დავუხერხებს ხო და ჯერ მელა დავიწყეთ და მიყვებოდი. მე აჩქარდა დაიქოქა, მაგრამ რას დაიქოქა? ვირბინეთ, მაგრამ რას ვირბინეთ და აკოშინებული რომ დავჭერქი იმ სკამზე ჩაიმებულებოდა იქ. ვიკითხე რომ სიმღერა რაზე იყო თქო, იმიტომ რომ ესეთი ტრადიციული სიმღერა იყო ფოლკლორის, მაგრამ გაორკესტრებული ცოცხალი შესრულებით და დამამახსოვრდა სიტყვები. სულ ერთი და იგივე სიმეორებდნენ. გრგ ბისმარო ხურხურ ბისმარო. რა არის მეოთხარი თქვენ ჭირიმეთ? ხირხირ და გურგურ ბისმარო. აი ესეთი სიმღერა იყო. ვიკითხე რა არის ეს ხურხურდა ბისმარო თქო და დიდი რკინის უსმანიო და პატარა. ეს ამდენმა ხალხმა მეოთხარი დიდი და პატარა რკინის უსმანზე ვიბინებს. დიდი რკინის უსმანი, პატარა რკინის უსმანი. მაგრამ ამ რკინის უსმენს აქვს ერთი თვისება, რომ იჟანგებია. ეს დაჟანგო ძალიან ნელი პროცესია. ბავშვებს ალბათ თუ მესწრებიან აქ სკოლის მოსწავლეები და ვიცი რომ მესწრებიან, გავლილი აქვს ჯერ კიდევ მერვე კლასში რომ წვა და ჟანგვა შედის რეაქციაში, მაგრამ წვა სწრაფად მიმდინარეობს და ჟანგვა ნელა. აი ეს ორი დაჟანგული რკინის უსმანი ალბათ ხედავთ. წლები დაჭირდა ამის დაჟანგვას. ამიტომ პირდაპირ პროდუქტს გაჩვენებთ, როგორ არის დაჟანგული ეს რკინის უსმანი. რკინის სამვალენტიანი ოქსიდი გახლავთ, დაფარული ანუ ჟანგი. აი ესეც ჩემი დაწვისთვის ვიყენებ ხოლმე რაღაცა ნივთიერებებს ავწავ ხოლმე, სპეციალური კოვზი, მაგრამ დაჟანგული არის, იმიტომ რომ ესეც არის რკინა. ყველა მეტალს ემართება ასეთი რაღაცა, გარდა ალუმინისა, ალუმინის თავისი მექანიზმები აქვს, თავის თავს იცავს დაჟანგვის.